გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას, ჩვენს საქმიანობას არხზე იბეროპედია და დღეს მინდა ვისაუბროთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე საქართველოს ისტორიიდან, რომელზეც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები არის ხოლმე ინფორმაცია საჯარო სივრცეში. ეს არის დვალეთი. და კერძოდ დღეს ვისაუბრებთ იმაზე, იყვნენ თუ არა დვალები ნამდვილად ქართველები. ეს კითხვა ნახევრად რიტორიკულია, ჩვენ ვიცით ამის პასუხი, თავიდანვე გეტყვით, რომ ამის პასუხი არის ის, რომ დვალები იყვნენ ქართველები. უბრალოდ ასე იმიტომ დავსვი კითხვა, რომ ოსმა სეპარატისტებმა და მათმა იდეოლოგიურმა პროპაგანდისტმა ისტორიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ მიითვისონ დვალები და ისინი გახადონ ოსური ეთნიკური ჯგუფი, ოსების კუთვნილება. ეს ასე არ გამოვა, ვინაიდან ეს არის ანტიისტორია, ეს არის ანტიჭეშმარიტება და ასეთი რამ არაფრით არ გამოვა, რამდენიც არ უნდა ეცადნონ ისინი. როდესაც ეს გადაცემა ჩაიწერება, პარალელურად ჩაიწერება გადაცემა აღნიშნული შინაარსის ადაპტირებული უცხოელი მაყურებლისთვის, ანალოგიური გადაცემა მოკლედ ჩაიწერება ინგლისურ ენაზეც და ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად გასაგებ ენაზე აუხსნათ საერთაშორისო საზოგადოებას თუ სად მდებარეობდა დვალეთი და ვინ იყვნენ დვალები სინამდვილეში. და რომ ეს ტერიტორია არის საქართველოს ძირძველი მიწა დასახლებული აბორიგენული ქართველური ტომით დვალებით, რომლებიც სამწუხაროდ დღეს უკვე პრაქტიკულად გადაშენებული არიან, უпростоრად მათი შთამომავლობა აგრძელებს ცხოვრებას, აგრძელებს სიცოცხლეს ჩვენს სხვადასხვა კუთხეებში, მაგრამ თავად დვალეთი მთლიანად არის ოკუპირებული, ანექსირებული და ასიმილირებული უცხო ძალის მიერ, კერძოდ ამ შემთხვევაში ოსების მიერ. დავიწყოთ მეგობრებო იქიდან, რომ დვალეთი ყოველთვის და მუდამ საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. იგი იბერიის სახელმწიფოს წარმოშობის დროიდან, ანუ ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნიდან საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა ვიდრე 1859 წლამდე. ანუ ვიმეორებ, დვალეთი საქართველოს შემადგენლობაში იყო უწყვეტად ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნიდან 1859 წლამდე, როდესაც ცარისტულმა რუსეთმა ადმინისტრაციულად დვალეთი ვლადიკავკაზის ოკრუგს დაუქვემდებარა. ცარისტული რუსეთის მიერ საქართველოს ამ ძირძველი მიწის ჩამოცილებას სამწუხაროდ იმდროინდელ საქართველოში არავითარი პროტესტი არ მოჰყოლია და ჩვენთვის ეს ძალიან ნაცნობი ამბავია, იმიტომ რომ არა თუ 1859 წელს, არამედ დღეს 21 საუკუნეში ვითომ დამოუკიდებელ ქვეყანაში, როდესაც ჩვენს პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენს თვალწინ, ანუ ჩვენი გზატკეცილიდან 200-ოდე მეტრში, როდესაც მიმდინარეობს ცოცავი ოკუპაცია და შიდა ქართლის ტერიტორიების ნაბიჯ კიდევ უფრო მეტად მიტაცება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი პროტესტი, განსაკუთრებული რამე პროტესტი ჩვენ ამის მიმართ არ გვაქვს. და ბუნებრივია, რომ ასეთი ინერტული და ინდიფერენტული დამოკიდებულება გაგრძელდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის მხრიდანაც. პირველი რესპუბლიკის მთავრობას, ჟორდანიას მთავრობას რუსეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები არ დაუყენებია, არ გამოუთქვამს და მხოლოდ ერთადერთმა კაცმა, ივანე ჯავახიშვილმა დააფიქსირა მკვეთრი პოზიცია დვალეთის შესახებ 1919 წელს დემოკრატიული საქართველოს მთავრობის მიერ ოსთა პოლიტიკური მოთხოვნის საფუძველზე შექმნილი კომისიის
სხდომაზე. მაშინ ივანე ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ არის 11 გადმოსასვლელი დვალეთიდან შიდა ქართლში და რომ ეს ქმნის ძალიან დიდ საფრთხეს სამხედრო თვალსაზრისით, იმიტომ რომ თუ ჩრდილოეთიდან მოხდა რაიმე თავდასხმა, რაიმე ხიფათი შეექმნა სახელმწიფოს, ეს 11 გადმოსასვლელი კარი იქნება ძალიან რთული დასაცავი, მაშინ როდესაც თუ ჩვენ დავიბრუნებთ დვალეთს, რომელიც ისტორიულად და ყველანაირი სამართლებრივი, ასე ვთქვათ, სამართლებრივ საფუძველზე გვეკუთვნის ჩვენ, მაშინ დვალეთიდან ესე იგი ჩრდილოეთში არის მხოლოდ ერთადერთი გასასვლელი, ეს არის ეგრეთ წოდებული არდონის კარი და მხოლოდ ეს ერთი გასასვლელი იქნება დასაცავი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს რისკებს, რომელიც შეიძლება მოდიოდეს ჩრდილოეთიდან. ამ სიტყვიდან თვითონ ამ გამოსვლიდან ნათლად ჩანს თუ როგორი სახელმწიფოებრივი აზროვნება აქვს ივანე ჯავახიშვილს და როგორი პრაგმატული აზროვნება აქვს ამავე დროს. თუმცა, რა თქმა უნდა, ივანე ჯავახიშვილს, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, არავინ აუბა მხარი პოლიტიკური ელიტის მხრიდან და მისი ხმა დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. ივანე ჯავახიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც მიუთითებდა, რომ ჩვენ მოგვეპოვება არაერთი საისტორიო საბუთი გაცემული ქართველ მეფეთა მიერ, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ტერიტორია, ანუ დვალეთი, იყო სწორედაც ქართველ მეფეთა საგამგეო ტერიტორია. ყველა იმ ისტორიულ პროცესში, რომელიც დასავლეთ თუ აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარეობდა მთელი ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, დვალეთიც იყო ჩართული და ყველა ამ პროცესმა იქ თავისი კვალი დატოვა. ესე იგი, როდესაც დვალეთზე ვლაპარაკობთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? პირველ რიგში იმას, რომ ეს არა მხოლოდ ეთნიკური და პოლიტიკური, არამედ კულტურული და რელიგიური მნიშვნელობითაც წმინდა ქართული მხარე იყო. რელიგიურად, ეკლესიურად ის შემოდიოდა ნიქოზის ეპარქიაში, რითაც ყველაფერი ნათელია. დვალეთის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ასევე ის ფაქტორი, ის გარემოება, რომ მისი მოურავი გარკვეული პერიოდის მანძილზე იყო ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და სამხედრო მოღვაწე გიორგი სააკაძე. ამავე დროს დვალეთი არის უნიკალური მხარე საქართველოსი, რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა მხარე საქართველოსი, რომელიც თლიანად ისტორიულად თლიანად მდებარეობდა ჩრდილოეთ კავკასიაში. ანუ არც ერთი ნაგლეჯი მიწის არ იყო სამხრეთ ფერდობზე. თავისი 6-ვე ხეობით, მოკლედ, ის მდებარეობდა კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით, ხოლო რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ მაღრან დვალეთს, ეს არის უკვე სამხრეთ ფერდობზე არსებული პატარა მიკრორეგიონი, კერძოდ ის მდებარეობდა ლიახვის სათავეში. და მიკრორეგიონს იმიტომ უწოდებთ, რომ სულ შედგებოდა 9 სოფლისგან. და ეს იყო შექმნილი გვიანდელ პერიოდში დვალების სამხრეთში მიგრაციის შედეგად. ანუ დვალების გარკვეული ნაწილი გადმოსახლდა სამხრეთ ფერდობზე და კერძოდ ლიახვის სათავეში და აქედან გამომდინარე იქ შეიქმნა პატარა ესეთი ანკლავი დვალებისგან შემდგარი, რომელზეც პირველი საისტორიო ცნობები მომდინარეობს მე-13 საუკუნიდან. აქ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ დასახელებაზე, ერთი სოფლის დასახელებაზე, ხოჯაზე. ხოჯი მეგრულად ნიშნავს ხარს და სხვა შორის ამავე სახელწოდების სოფელი ასევე არსებობს ლეჩხუმშიც. ეს რაზე მიუთითებს? ეს მიუთითებს იმაზე, რომ ლაზურმეგრული ენობრივი ელემენტი იყო შემოსული დვალეთში და ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით გვექნება საუბარი თუ რატომ და
როგორ მოხდა ეს. იყო ასეთი რუსი ისტორიკოსი, ეგრეთ წოდებული ოსური ისტორიოგრაფიის მამა ბორის ვასილიძე სკიცკი. სიმბოლურია, რომ ინტერნეტში მხოლოდ მისი საფლავის ფოტო იძებნება. ხო და ამ ძვირფას სკიცს, რომელიც წარმოშობით თურმე პოლტაველი უკრაინელი ყოფილა, გამოუზრდია ოსი პროპაგანდისტი და ფალსიფიკატორი ისტორიკოსების მთელი პლეიადა. როგორებიც არიან მაგალითად მარკ ბლიევი, აბაევი, ჯანაევი, ტოტოევი და მისდანები. ხო და რატომ ვახსენე ახლა ეს სკიცკი? სკიცკი იყო ის ადამიანი, რომელმაც წამოაყენა თეზა, რომ დვალეთი მოიცავდა მთლიანი შიდა ქართლის ტერიტორიას და რომ დვალები სინამდვილეში იყვნენ ოსები. ანუ დვალი თითქოს არის ოსის სინონიმი. აი აქედან იღებს სათავეს ოსეთის ფსევდოისტორია, რომლის თანახმადაც ლამის მთელი აღმოსავლეთი საქართველო გამოცხადებულია ისტორიულ ოსეთად. სადაც ოსები თითქოს უძველესი დროიდან მოსახლეობდნენ. მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი დიდი ლიახვის ხეობის გარდა მოიცავდა პატარა ლიახვის, ქსნის, ლეხურას, მეჯუდას და ფრონეს ხეობებს. არც ერთ ამ ხეობაში ისტორიულად დვალები არ მკვიდრობდნენ. ვიმეორებთ, რომ დვალეთი მხოლოდ და მხოლოდ კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის ქედის ჩრდილოეთით მდებარეობდა. დვალეთიდან დვალთა დიდი ლიახვის ხეობის სათავეში მიგრაციის შედეგად კი მოგვიანებით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმოიქმნა მიკრორეგიონი მაღრან დვალეთის სახელწოდებით. ამავე დროს აღიარებულია მეცნიერებაში, რომ ოსები მონღოლთა შემოსევებამდე მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიის ველებში სახლობდნენ. ყურადღება მიაქციეთ, ჩრდილოეთ კავკასიის ველებში და არა მთებში. სწორედ აქ, ანუ ჩრდილოეთ კავკასიის დაბლობში ჰქონდათ მათ შექმნილი ადრეკლასობრივი სახელმწიფოებრივი გაერთიანება და არა ჩრდილოეთ კავკასიის მთებში. მაგალითად, 20 მეცნიერის ბერეზოვის მონოგრაფიის მიხედვით აშკარაა, რომ ოსები ჩრდილოეთ კავკასიის მთებში მხოლოდ მონღოლთა შემოსევების შემდეგ შემოსახლდნენ. იგივეს ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილიც. იგი წერს, რომ ოსები ბათო-ყაენმა გაანადგურა და აიძულა ჩრდილოეთ კავკასიის ველებიდან კავკასიონის კალთებზე შეხიზნულიყვნენ. შესაბამისად, როდესაც შემოდიან აქ, ახდენენ მკვიდრი კავკასიური ტომების ასიმილაციას და გარკვეული ხნის შემდეგ, მე-16 საუკუნეში იწყებენ დვალეთის ტერიტორიაზე დაფუძნებასაც. და იწყება ასევე დვალთა ასიმილაციის პროცესი. ამ ასიმილაციის პროცესში მათ ხელი თავად დვალებმაც შეუწყეს სამწუხაროდ, რადგან დვალების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ოსთა მოწოლის შემდგომ მიატოვა მამაპაპათა საცხოვრისი და შიდა და ქვემო ქართლში, რაჭასა და ზემო იმერეთში გაიფანტა. ადგილზე დარჩენილ დვალთა მცირე ნაწილი კი ოსთა მრავალრიცხოვან გარემოცვაში აღმოჩნდა. მთის ვიწრო ხეობებში აღმოჩენილი ოსები მრავლდებოდნენ და საარსებო საშუალება არ ყოფნიდათ, რაც იყო ძირითადი მიზეზი მათი საცხოვრებლად სამხრეთისკენ წამოწევისა. და ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილი, ანუ აბსოლუტურ უმცირესობაში აღმოჩენილი დვალები შესაბამისად ასიმილაციის კანონს დაემორჩილნენ. როგორც ცნობილია, გვიან ფეოდალურ პერიოდში თრუსოც ოსური ელემენტით იყო დასახლებული. როდის უნდა გაჩენილიყო ხევის მეზობელ რეგიონში თრუსოში ოსური მოსახლეობა. პაფისა და ვოლკოვას მონაცემებით თრუსოში ოსები მე-15-მე-16 საუკუნეებში არიან მიგრირებულები ქურთათის ხეობიდან. თრუსოდან ქართული მოსახლეობის აყრაკი მე-14 საუკუნის მიწურულში თემურლენგის შემოსევების დროს უნდა მომხდარიყო. საფიქრებელია, რომ თერგის ხეობის, ანუ თრუსოს ხევის ადრინდელი მოსახლეობა თემურლენგის გამანადგურებელი შემოსევების შემდეგ ძალიან შემცირდა და ამ შემცირებულმა რაოდენობამ მთლიანად ხევში მოიყარა თავი და თავისთავად
ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში ქურთათის ხეობის ოსთა თრუსოში მიგრაცია დამკვიდრების პროცესი. აქაც ადგილი ჰქონდა იგივე მოვლენებს და იგივე პროცესებს, რასაც აფხაზეთში, როგორც აფსუები იწყებდნენ დამკვიდრებას სწორედაც რომ მე-16 საუკუნიდან აფხაზეთის ისტორიულ ტერიტორიაზე, ისტორიულ მიწებზე და შემდეგ ახდენდნენ ტოპონიმიკის შეცვლა ზუსტად ანალოგიური ხდებოდა დვალეთშიც და ანალოგიური ხდებოდა თრუსოშიც. იყო სახელები თავიდან ძირძველი ქართული ტოპონიმიკა, რომელიც შემდგომ მოგვიანებით ნელ-ნელა შეიცვალა ოსური ტოპონიმიკით, თუმცა მაინც დარჩა გარკვეული ტოპონიმიკის ნაშთი ქართული ტოპონიმიკის, რომლის წყალობითაც, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ტოპონიმიკით, მაგრამ შეგვიძლია დავასვნათ ტოპონიმიკითაც ძალიან მარტივად, რომ ეს ტერიტორიები იყო ძირძველი ქართული ტერიტორიები. ამ ასიმილაციის შედეგად ძალიან ბევრი ქართული გვარი გაოსდა და შესაბამისად ძალიან ბევრი გვარი დღეს, რომელიც ოსურგვარად ითვლება, სინამდვილეში არის ქართული გვარი. მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ ზაგაშვილები, რომლებიც ზაგაევებად იქცნენ. აღსანიშნავია, რომ 1886 წლის საოჯახო სიებში შეტანილი ზაგაევების შინა სალაპარაკო ენა ქართული იყო. თრუსოში რამდენიმე სხვა ადგილობრივი ქართული გვარიც გაოსებულია, მაგალითად გუდიაურები, არჯინაულები, რომლებიც შემდეგ არზინოვებად იქცნენ, არძინოვებად. ამავე დროს ძირად ქართველებად მიაჩნიათ თავი ქასოევებსა და სუხიევებს, რომლებიც თავიანთ ადრინდელ გვარებად ქასოშვილსა და სუხიშვილს ასახელებენ. როგორც აფხაზეთის მაგალითზეც ჩანს, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, განსაკუთრებით ეს ეხება კავკასიის ქედთან ახლოს არსებულ რეგიონებს, ეთნოგრაფიული სიტუაცია ჟამიდან ჟამზე იცვლებოდა, ის არამდგრადი იყო და ზუსტად ასეთი სიტუაცია ჰქონდა მთლიანად თერგის ხეობაშიც. აი მაგალითად საისტორიო საბუთებით აშკარად მტკიცდება, რომ თერგის ხეობა თავის დროზე მთლიანად წანართა ქართველური ტომით იყო დასახლებული, რომლებმაც შემდეგ უდიდესი როლი ითამაშეს მე-19 საუკუნეებში კახეთის სამთავროს წარმოქმნაში. ეს მოგეხსენება ძალიან საინტერესო ქართველ მთიელთა ტომია, რომელიც სამწუხაროდ დღეისთვის უკვე არ არსებობს. კახეთის შემთხვევაში ესე მოხდა, რომ როდესაც ის უკვე გაჩანაგებული იყო და მოსახლეობა განადგურებული იყო, ამ დროს წანარები არ ემორჩილებიან უცხო დამპყრობლებს, ამ შემთხვევაში არაბებს და იწყებენ ბრძოლას ჯერ ერთი თავიანთი საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად, კერძოდ ჩამოდიან კახეთის ბარში და ამავე დროს იწყებენ ბრძოლას არაბთა წინააღმდეგ და ბოლომდე მიჰყავთ ეს საქმე. და ამის შედეგად კი გამოთავისუფლდა თერგის ხეობის ძირითადი ნაწილი, კერძოდ მისი ზემო წელი. ფაქტი, რომ წანარეთი მდებარეობდა სწორედაც რომ თერგის ხეობაში, ეს აღიარებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში, ამას ამტკიცებს მეცნიერთა მთელი ჯგუფი. ჯავახიშვილი, კაკაბაძე, ჯანაშია, ლორდქიფანიძე, მუსხელიშვილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რომ დავუბრუნდეთ დვალეთს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო დვალებისა და დვალეთის ისტორიის შესახებ ეს გახლავთ მე-14 საუკუნის ძეგლი ერისთავთა, ანუ ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე. ამ ძეგლში, ისევე როგორც სხვა ქართულ წყაროებში, დვალეთი და ოსეთი დაპირისპირებულია ერთმანეთისადმი. მასში აღწერილია, რომ ოსთა უმცროსი მეფის შვილები შინაური შფოთის გამო მოდიან მათთვის უცხო ქვეყანაში, ანუ დვალეთში. ისინი დვალეთში ოსეთიდან გადმოვიდნენ ზახის მთით. ძეგლში ხაზი აქვს გასმული, რომ გვარნათესაობით, გვარტომებით ოსები და დვალები სხვადასხვა ხალხია. სწორედ ამ უცხო ტომელების გამო
დვალები აძევებენ აღნიშნულ ოსურ ნაკადს დვალებიდან, ხოლო ეს უკანასკნელები შიდა ქართლის მთიანეთში ისროლის ხევში ეფუძნებიან და უპირისპირდებიან როგორც საქართველოს სამეფო ხელისუფლებას, ისე მათ ირგვლივ ცხოვრებ მთიელებს და რასაკვირველია პირველ რიგში დვალებს. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ დვალებს ისეთივე ურსუფიქსიანი გვარსახელები ჰქონდათ, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სხვა ეთნოგრაფიულ ჯგუფებს. იოანე ბაგრატიონის მიხედვით დვალეთის ნაწილი აღმოსავლეთ საქართველოს გამგებლობაში იყო, ხოლო მეორე ნაწილი დასავლეთ საქართველოს გამგებლობაში. ძეგლი ერისთავთას მიხედვით კი აშკარაა, რომ მაღრან დვალები, შავ დვალები და ქვემო დვალები დიდი ლიახვის ხეობის მთიან მონაკვეთში ცხოვრობენ. ძეგლის ავტორი აშკარად მიჯნავს მათ ერთმანეთისგან. ანუ ყურადღება მისაქცევია ერთი გარემოებისადმი. დიდი ლიახვის ხეობის უკიდურეს სათავეს, სადაც მაღრან დვალები ცხოვრობდნენ, მაღრან დვალეთი ეწოდებოდა და ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. მაგრამ წყაროებში არსად არ ხვდება ისტორიულ გეოგრაფიული ერთეულები, როგორიც არის ქვემო დვალეთი ან შავ დვალეთი. რატომ ხდება ასე? ეს იმიტომ, რომ მე-13-მე-14 საუკუნეებში დიდი ლიახვის მთიან მონაკვეთში დვალები დვალეთიდან შედარებით ახალი გადმოსახლებულები იყვნენ. ქართველმა ავტორმა იცის, რომ დიდი ლიახვის ხეობის მთაში მცხოვრები დვალები აქ ახალი მიგრირებულები არიან და რომ დვალთა მიერ დასახლებული ეს გეოგრაფიული ერთეული დვალეთად ვერ იქცა. ეგრეთ წოდებული შავ დვალების დვალეთიდან დიდი ლიახვის ხეობაში გადმოსახლებას ოსი ისტორიკოსებიც ადასტურებენ. უბრალოდ ისინი დვალებს ოსებად მიიჩნევენ. ანალოგიური ვითარება ჰქონდა ამავე ტერიტორიაზე გვიან შუა საუკუნეებში, როდესაც დიდი ლიახვის მთებში ახლა უკვე სხვა ეთნოსი ოსები დასახლდნენ. ქართული წყაროების, ქართველი ავტორებისა და იმ დროს არსებული დოკუმენტების შემდგენელთათვის დიდი ლიახვის ხეობის მთიანეთი ოსეთს არ წარმოადგენდა, რადგან მისმა შემდგენელებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ტერიტორია ოსეთი არ იყო. არამედ ეს იყო ქართული ტერიტორია და ხშირად გამოიყენებდნენ ტერმინს ჩვენი ოსები ან ჩვენს ოსებში. მიაქციეთ ყურადღება, როგორც ჭკვიანური მოფიქრებულია ჩვენი ოსები. მორჩა ამით ნათქვამია ის, რომ იგულისხმებიან ოსები, რომლებიც გადმოსახლდნენ საქართველოში თავიანთი ქვეყნიდან და შესაბამისად მათ არანაირი პრეტენზია არ შეიძლება ჰქონდეთ იმ მიწაზე, რომელზეც არიან გადმოსახლებულები. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ დვალეთი იყო იქ, სადაც ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავდა, სადაც ივანე ჯავახიშვილი უთითებდა. კერძოდ, დვალეთი კავკასიონის ორ მთავარსა და პირიქითელს ქედებს შორის არის მოქცეულიო. კავკასიონის ქედს გადმოღმა, ჩვენ ამაზე უკვე რამდენჯერმე ვილაპარაკეთ, ვახსენეთ რამდენჯერმე, რომ კავკასიონის ქედის გადმოღმა დვალეთი არ არსებობდა. ჰქონდა მხოლოდ მაღრან დვალეთის მიკრორეგიონი დიდი ლიახვის სათავეში, რომელიც შედარებით გვიანდელი მე-13 საუკუნის წარმონაქმნი იყო და დვალეთიდან მოსახლეობის მიგრაციის შედეგად იყო შექმნილი. ამის შესახებაა მითითებული თითქმის ყველა ქართულ წყაროსა და საისტორიო საბუთში. მიზეზი კი თუ რატომ უწოდებენ როკისა და მამისონის უღელტეხილებს აქეთ მცხოვრებ ოსებს, დვალებს, ანუ თვალებს, არის ის, რომ ისინი უმეტესად დვალეთიდან გადმოსახლებულები არიან. არ მინდა რომ ამ საკითხზე დაიბნეთ და შევეცდები მაქსიმალურად გასაგები და იოლიენით მოგაწოდოთ თუ რასთან გვაქვს საქმე. ესე იგი, შეგახსენებთ ჩემს გადაცემებს აფხაზეთის შესახებ და შეგახსენებთ იმას, თუ რატომ დაერქვა აფსუას აფხაზი. აფსუას აფხაზი დაერქვა გეოგრაფიული და არა ეთნიკური ნიშნით. ანუ მას შემდეგ, რაც აფსუა გადმოსახლდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, მოიპოვა აქ დომინანტური პოზიცია, ამის შემდეგ სამწუხაროდ ქართველმა და უცხოელმა მემატიანეებმაც, ავტორებმაც
მათ შეარქვეს აფხაზი. ანუ იმ ქართული ტომის სახელი, რომლის კუთვნილებაც იყო აფხაზეთი და რომელიც იყო აფხაზეთის აბორიგენი მოსახლეობა. ზუსტად ასე მოხდა დვალეთში გადმოსახლებული ოსების შემთხვევაში, რომლებიც იქ ჩასახლდნენ მე-16 საუკუნეში და დაახლოებით 1 საუკუნე 100 წელიწადი დასჭირდათ იქ დარჩენილი მცირე ქართული მოსახლეობის სრული ასიმილაციისთვის. ამის შემდეგ მათ მიითვისეს სახელი არა ეთნიკური ნიშნით, არამედ გეოგრაფიული ნიშნით და უკვე ოსები, რომლებიც მკვიდრად არიან, უკვე მყარად არიან დვალეთში, იწყებენ ექსპანსიის შემდეგ ტალღას სამხრეთით, უკვე შიდა ქართლის ტერიტორიაზე და როდესაც ისინი გადმოდიან შიდა ქართლის ტერიტორიაზე და იწყებენ ჩვენი ტერიტორიების ათვისებას, ცალკეულ გაუკაცრიელებულ სოფლებში დასახლებას ან ქართული მოსახლეობის იძულებას, რომ აიყარონ თავიანთი მამაპაპეული ადგილებიდან და თვითონ შემდეგ იკავებენ მათ ადგილს, ამ ოსებს სამწუხაროდ უკვე ქართველები უწოდებენ დვალებს, სწორედ იმის გამო, რის გამოც აფსუებს უწოდებდნენ აფხაზებს. დვალთ-გორას ქართველები უწოდებდნენ კავკასიონის მთავარი ქედის იმ ნაწილს, რომელიც შიდა ქართლის მთიანეთსა და დვალეთს შორისაა მოქცეული. ასე რომ დვალთ-გორის ჩრდილოეთით, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, მდებარეობდა ისტორიული დვალეთი. ასეა ის დაფიქსირებული ვახუშტი ბაგრატიონის რუკაზეც. ვახუშტის ტექსტიდანაც კარგად ჩანს, რომ დვალთ-გორა სწორედ წყალგამყოფი ქედია. ის ხაზგასმის აღნიშნავს, რომ დვალთ-გორას გამოზდის არა მხოლოდ ლიახვი, არამედ ლიახვის შენაკადი ხევები, პატარა ჯავისხევი, სოხოსხევი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დვალეთი, რომელიც პოლიტიკურად, კულტურულად და რელიგიურად ქართულ მხარეს წარმოადგენდა, ეთნიკურადაც ქართულ-ქართველური იყო. დვალები არ ყოფილან არც ოსები და არც ვაინახები. საქართველოს სამეფო ხელისუფლება უფრო ახორციელებდა თავის კონტროლს დვალეთზე, უფრო მეტ კონტროლს ახორციელებდა დვალეთზე, ვიდრე საქართველოს თიანეთის ზოგიერთ სხვა პროვინციაზე. მაგალითად, მუსხელიშვილის დასკვნით, ისევე როგორც საქართველოს თიანეთის სხვა რეგიონებში, დვალეთშიც ქართული კულტურა და წერა-კითხვა ფართოდ იყო გავრცელებული ძველთაგანვე. დვალეთი ორგანულად არის შერწყმული ქართულ კულტურულ სამყაროს ვახტანგ გორგასლის დროიდან და უფრო ადრინდელი პერიოდიდანაც. მე-11 საუკუნეების მიჯნაზე დვალეთში იგება ქართული ეკლესიები. ფართოდ აქვს ფესვები გადგმული ქართულ მწიგნობრობას, რასაც მოწმობს ნიკოლოზ დვალის ბიოგრაფია. ნიკოლოზ დვალი ისეთივე ქართველია, როგორც ყველა ის ქართველი კალიგრაფები, იოანე, მიქელ, სტეფანე და გიორგი დვალები, რომლებიც მე-11-13 საუკუნეებში აქტიურად მონაწილეობდნენ პალესტინის ქართულ სავანეებში ქართული კულტურის სარბიელზე. სხვადასხვა ავტორის მიერ, მათ შორის ქართველი მეცნიერების მიერ, ხშირად არის ხოლმე ასეთი მტკიცება, თითქოს დვალეთი არსებობდა, ანუ დვალეთის ნაწილი არსებობდა, ასევე გადმოსული იყო სამხრეთ კალთებში, ანუ შიდა ქართლის მთიანეთში, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და არ დასტურდება არანაირი მეცნიერული, ასე ვთქვათ, საბუთით, რაიმე წყაროთი და რაიმე ნითმტკიცებით. ერთადერთი ხელშასაჭირი ფაქტი ამ შემთხვევაში, რომელიც არის მაღრან დვალეთის არსებობა დიდი ლიახვის სათავეში, ეს კიდევ ერთხელ ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ეს ხდება, ეს არის ერთი, ასე ვთქვათ, მიკრორეგიონი, სულ 9 სოფლისგან შემდგარი, რომელიც მოიხსენიება მე-13 საუკუნიდან. სხვა დანარჩენი, ანუ ეგრეთ წოდებული ქვემო დვალეთი, შავ დვალეთი და ასე შემდეგ, ანუ პირიქითა დვალეთი, პირაქეთა დვალეთი, ასეთი ცნებები არის არამეცნიერული, არ ემყარება არავითარ რეალურ საბუთებს და შესაბამისად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დვალეთი
იყო ერთი რეგიონი, ერთი კუთხე საქართველოსი, რომელიც მთლიანად თავიდან ბოლომდე მდებარეობდა ჩრდილოეთ კავკასიაში და შესაბამისად ჰქონდა უდიდესი სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობა ქვეყნის თავდაცვის სფეროში. საოცარია, მაგრამ ახაც მიწევს პარალელის გავლება აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით და უნდა ვთქვა, რომ როგორც აფხაზეთის საკითხში სწოდავენ ქართველი ისტორიკოსების ნაწილი და კოჭს უგორებენ, ასე ვთქვათ, აფსუა და რუს ისტორიკოსებს, რომ განავითარონ და პოპულარული გახადონ თეორია ეგრეთ წოდებული ორაბორიგენობის შესახებ, აფხაზთა და აფსუათა იგივეობის შესახებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ზუსტად ანალოგიური რამ ხდება დვალეთთან დაკავშირებითაც. საზღვარი არა აქვს მოკლედ ქართველის და განსაკუთრებით ზოგიერთ ქართველი ისტორიკოსის მავნებლობას, იმიტომ რომ დვალეთის სწორედ ასეთ დაყოფის თეორიას თითქოს არსებობდა დვალეთი შიდა ქართლშიც, დვალეთი ჩრდილოეთ კავკასიაშიც. ეს ხელს უწყობს და ასე ვთქვათ აძლევს ხორცს ასხამს, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ოსურ პროპაგანდისტულ ისტორიოგრაფიას. სწორედ ოსები არიან ის ხალხი, რომლებიც ოსი ისტორიკოსები, მაგალითად გაგლოითი, რომელიც აყალბებს ისტორიას და ცდილობს, რომ დვალთგორა უწოდოს ჯავასა და კუდაროს შორის მდებარე წყალგამყოფ ქედს. ანუ დვალთგორა თითქოს არ არის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, რომლის ჩრდილოეთითაც მდებარეობდა დვალეთი. და ეს არის თითქოს ნაწილი, ანუ რაღაცა პატარა ქედი, რომელიც შემოდიოდა შიდა ქართლის ტერიტორიაზე. ეხლა ეს მტკიცება იმისა, რომ დვალეთი არსებობდა შიდა ქართლშიც, რომ დვალეთის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო შიდა ქართლშიც, ეს ოსებს სჭირდებათ იმისთვის, რომ ისინი მოგეხსენებათ ამტკიცებენ დვალთა ოსობას, ანუ დვალების ეთნიკურ ოსობას და შესაბამისად ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ დაამტკიცონ, რომ შიდა ქართლის მნიშვნელოვანი ტერიტორია, თუ მთლიანად შიდა ქართლი არა, წარმოადგენს ისტორიულ ოსეთს. და როდესაც ამ საქმეში ქართველი ისტორიკოსები მათ მხარს უბამენ და ამბობენ, რომ ხო, დიახ, არსებობდა არა მხოლოდ პირიქითა, ანუ არა მხოლოდ დვალეთი ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ არსებობდა პირაქეთა დვალეთიც, ამ შემთხვევაში შეიძლება ქართველი ისტორიკოსი ამბობდეს, იმას კი არ ამტკიცებდეს, რომ ουალი ოსია, არამედ ამბობდეს ჩვეულებრივად დვალი ქართველია, მაგრამ ამ ისტორიულად და დაუსაბუთებელი მტკიცები თავისთავად ახდენს ესე იგი ოსური ვერსიის გამტკიცებას, რომ თითქოს დვალეთი შიდა ქართლშიც არსებობდა, რომ შიდა ქართლის მნიშვნელოვანი ნაწილი დვალეთია და შემდეგ უკვე იმას, რომ დვალები, ანუ ქართველები არიან და არა ოსები, უკვე ეს რა თქმა უნდა იკარგება, იმიტომ რომ ქართველი ისტორიკოსი ლაპარაკობს ქართულად, წერს ქართულად და თუ ოდესმე სოციალურ ქსელში, ასე ვთქვათ, რაღაცა აქტივობა გამოიჩინა, ამასაც აკეთებს ქართულად, ხოლო ოსი ისტორიკოსი ლაპარაკობს, წერს და აქტიურობს სოციალურ და სხვა ქსელებში რუსულად, რომელიც არის ბევრად უფრო ფართო საზოგადოებისთვის გასაგები ენა ქართულთან შედარებით და ამიტომ მისი ვერსია სწრაფად ვრცელდება, მკვიდრდება და გარკვეულ წონას იღებს. ასე რომ ჩემი მოწოდება ქართველი ისტორიკოსებისადმი არის, რომ როდესაც რაღაცას იტყვიან და რაღაცის მტკიცებას დაიწყებენ, ყოველთვის იფიქრონ ხოლმე ამ თავიანთი მტკიცების შედეგებზე. რაც შეეხება დვალების კონკრეტულ ეთნიკურ კუთვნილებას, სუბეთნიკურ კუთვნილებას მათ ენას, საინტერესოა, რომ დაახლოებით მისიმიანელთა მსგავსად დვალებიც ენობრივი თვალსაზრისით გარკვეულ ქართველურ კონგლომერატს ქმნიდნენ. შეგახსენებთ ჩვენი გადაცემიდან
აფხაზეთის ეთნიკური შემადგენლობა, რომ აფშილეთის მეზობლად მცხოვრები მისიმიანები წარმოადგენდნენ კოლხების, ანუ კორახების, იგივე ლაზ-მეგრელების და სვანების შეჯვარების შედეგად წარმოშობილ ხალხს. ამის გამო მისიმიანთა ენა წმინდა ლაზ-მეგრული ან წმინდა სვანური კი არ იყო, არამედ სვანურ-მეგრულის შეზავებით წარმოქმნილი დიალექტი. მისიმიანთა ამ ენობრივ თავისებურებას ხაზს უსვამენ ანტიკური ხანის ავტორები. სწორედ ამის მსგავსად დვალების სამეტყველო დიალექტი წარმოიშვა მეგრულ სვანურისა და ქართულის შეზავებით. თქვენ მოგეხსენებათ და ამას ამტკიცებს მეცნიერთა უმრავლესობა, რომ მეგრელები, ანუ ლაზ-მეგრელები ძველად განსახლებულნი იყვნენ ბევრად უფრო დიდ ტერიტორიაზე ვიდრე დღეს. ამის შესახებ საუბრობს ივანე ჯავახიშვილი, პავლე ინგოროყვა, ნიკო ბერძენიშვილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგალითად ისინი სახლობდნენ იმერეთში, გურიაში, აჭარაში და სხვა. იგივე ითქმის სვანებზეც, რომლებსაც სხვა ადგილებთან ერთად დიდი ტერიტორია ეკავათ ჩრდილოეთ კავკასიაში, დღევანდელი ყაბარდოს არეალში. ამით აიხსნება დვალურ დიალექტში სვანურ-მეგრული სუბსტრატის არსებობა. როდესაც ოსებმა დვალეთი დაიპყრეს მე-16 საუკუნეში, ეს არის ძალიან საინტერესო. სწორედ ამ დროიდან ჩნდება სვანურ-მეგრული ელემენტი ოსურშიც. ანუ დვალეთში, რა თქმა უნდა, ასიმილაცია, როდესაც ხდება ასიმილაცია, მაინც ასე თუ ისე მაინც ორმხრივი პროცესია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დომინანტმა ეთნოსმა მთლიანად შთანთქას დომინირებული ეთნოსი, მაგრამ დომინირებული ეთნოსისგანაც იღებს გარკვეულ კულტურულ და მათ შორის ენობრივ ელემენტებს და სწორედ ეს მოუვიდა ოსურს. რაც შეეხება კოლხური კულტურის დღევანდელი ოსეთის ტერიტორიაზე გავრცელებას, მემხედველობაში მაქვს ყობანური კულტურა, ეგრეთ წოდებული ყობანური კულტურა, ამის თაობაზე სხვა დროს აუცილებლად ვისაუბროთ, ეს ძალიან საინტერესო საკითხია. დღევანდელი ჩვენი გადაცემა კი დასასრულს მიუახლოვდა. თუ ჩრდილოეთ ქართველთა, ანუ კავკასიის ქედის ჩრდილოეთით ისტორიულად ცხოვრები აბორიგენული ქართველი ტომების ისტორიამ დაგაინტერესად, გამოდის, რომ იბეროპედია სათქმენო არხი ყოფილა. ამიტომ დარჩით ჩვენთან და ერთად გამოვიკვლიოთ საქართველოს და კავკასიის მიჩქმალული წარსული. გმადლობთ ყურადღებისთვის, შევხვდებით მომავალ გადაცემაში.